ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ ამინ დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და მეუფეოზე ცათაო გეშინის მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა საუნჯეო კეთილთაო მომნიჭებელო ცხოვრებისაო მოვედა დაიმკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენი წმინდაო ღმერთო წმინდაო ძლიერო წმინდაო უკდაო შეგვიწყალენ ჩვენ წმინდაო ღმერთო წმინდაო ძლიერო წმინდაო უკდაო შეგვიწყალენ ჩვენ წმინდაო ღმერთო წმინდაო ძლიერო წმინდაო უკდაო შეგვიწყალენ ჩვენ დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აცდამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ყოლა წმინდაო სამებაო შეგვიწყალენ ჩვენ უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან მეუფეო შეგვინდე უსჯულოებანი ჩვენი წმინდაო მოიხილე და განკორნენ უძრულებანი ჩვენი სახელისა შენისათვის უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აცდამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვე딘 სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან ამინ უფალო შეგვიწყალენ 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 დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მოვედით აყვანისცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა მოვედით აყვანისცეთ და შეურდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა მოვედით აყვანისცეთ და შეურდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი უფროს განბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უსჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მედედამან ჩემმან რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარუნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე მასხურო მე უსუპითა და გამწმინდნე მე განბანო მე და უფრო ის თოვლისა გამსპეტაკნე მასმინო მე გალობა და სიხარულ და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი ახოცენ გული წმინდა დაფადე ჩემთან და ღმერთო და სულისფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდე მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა და მომტკიცე მე ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენი და ღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებ ესენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ კეთუმცა გენებამ მსხვერპლი შემცა მეწირა რამე საკვერთხი არ აქნდეს მსხვერპლი ღმრთის და არ სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხოს კეთილი უყა უფალო ნებითა შენითა სიონსა და ღეშენენ ზღუდენ იერუსალიმისანი მაშინ ქნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავ და ყოლა დასაწველი მაშინ შეიწინენ საკურთხეველსა შენსაზე და ზვარაკნი უდაბნოთა და კაცთა განმანათლებელო მარხვისა და სიმდაბლისა მოძღვარო ურვათა და განცდაცდელთა დამხსნელო სნეულთა მკურნალო და მამათა დიდო მამაო შიო ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის მღვიმესა შინა გაბრწყინებულო ვასკვლავო ქრისტეს ეკლესიისაო დიდო მამაო შიო სიყმიდგან შეიყვარეს ჯული უფლისა რამე თუ საღმრთონი წერილნი გექმნეს შენ უტკბილეს თაფლისა და უმეტეს იქმენ ჰასაკითა სწორთა რამე თუ ჟულსა შინა იწყვებოდი და ნაყოფიერ იქმენ ვითარცა ზეთის ხილი მსხმოს სახსახთისასა ამისთვის ეგარდა მოითა მადრითა გამდიდრებულსა ქებასა აღვავლენ შენდამი გიხარდნენ მამათა დიდო მამაო სამგზის ანატრელო ღირსოშიო კეთილმსახურთა მშობელთა ღვთი მონიჭებულო ნაყოფო სიბერისა მათისა კვერთხად და ეკლესიისა სვეტად გამორჩეულო ღირსოშიო ღვთი აღზრულითა სიყვარულითა ჭეშმარიტისა წინამძღვრისა მეძიებელმან
მიემთხვიე ანტიოქიისა დიდ სამნათობსა იოანეს, ხოლო გულისხმახ ყორა წმინდა მან სიმაღლე სულისა შენისა გეტყოდა, შვილო ნეტარ ხარ შენ, რამე თუ დიდი ქმენ წინაშე ღვთისა და ნეტარ ვარ, რამე თუ მამა ვიწოდო ეგევითარისა, მამათა მამისა, თუმცაღა განგიტევა მიღებად კურთხევისა მშობელთაგან, უწინარეს შედგომად ანგელოზებრივი სამსახურებისა, მხილველი შენი ესევითარისა, საღმთოისა, სიყვარულისა და მორჩილებისა, გიგალობთ ესრეთ. გიხავდნენ მარადჟამ გამომეძიებოლოს ჯულს საუფლისაო, გიხავდნენ ქვეყანაო კეთილო, რომლისაგან აღმოცენდა ნიჭი მრავალი, გიხავდნენ მადლითა სულისა წმინდისათა წერილთა უცდომელად გულისხმის მყოფელო, გიხავდნენ მარადის ჯულისა ზრახვითა, სასუფევლისაგან არაშორს მყოფელო, გიხავდნენ უწინარეს ფიცხელისა მარხვისა, მშობელთა პატივისცემისა დამმარხველო, გიხავდნენ რომელსა შეგვწვიდა ალიგი მოტყინარისა სიყვარულისა მონაზვნობისა, გარნა ვერ მიემთხვია საწადილსა უადრეს ჟამისა, გიხავდნენ ანტიოქიისა კეთილო ნერგო და ასურეთისა შვენიერო ყვავილო, გიხავდნენ მამათა დიდო მამაო, სამგზის სანატრელო ღირსოშიო. ოი წმინდა ოშიო, გესმნეს რა ჟამის წირვაზე და საღმთონის სიტყვანი, ვითარმედ რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაითვისი და დედაითვისი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კვალა და სულიცათვისი, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფა და ჩემდა, ხოლო შენ აღსილი საღმრთოითა შურითა ჰკითხევდი მამასა შენსა, თუ რაიღა ჯერარს ყოფნებად, ყოფად მოწაფედ ქრისტესა და მოგებად ცხოვრებისა საუკუნოსა, ხოლო კეთილმორწმუნე მამაი შენი დაუთმობდა ზრახვასა შენსა და იყო ვითარცა ცვილილ შემწყნარებელ საღმთოთა სიტყვათა და მაქებელ ნებისა ღვთისა, ალილუია. მრავლითა სიტყვითა და ნუგეშინის სემითა განამტკიცებდი ნეტაროშიო კეთილგონიერთა მშობელთა შენთა, რომელთა შეიმოსეს ანგელოზებრივი სქემა და დაუტევეს სოფელიესე, ხოლო შენ დიდთა საფასეთა მიუძღვანებდი მონასტერთა, უხვად მისცემდი გლახაკთა და მოქენეთა, ხოლო თვით მყრობელმან მხოლო ოდენ სახარებისა და ფსალმუნთა წიგნთასა, არღარა ჰყოვნე შედგომად სასურველისა და წმინდისა მამისა იოანესაგან კურთხეულმან ისმინესე, გიხავდნენ სარწმუნო შვილოშიო, გიხავდნენ რომელმან დასდევ ხელი ერქვანსა და უკუნ აღარა მხედველობ, გიხავდნენ რომელმან კეთილა და წარმართე ორნატი შენი, გიხავდნენ რამე თუ უშრომელად განეშორები ყოველთაგან ბრძოლათა მტერისათა, გიხავდნენ რამე თუ ყოვლთა სასუევითა შეიყვარე ქრისტე, გიხავდნენ რომელმა მტკიცითა სარწმუნოებითა აღასრულე წმინდანი ბრძანებანი მისნი, გიხავდნენ ანგელოზებრივითა სქემითა შემოსილო ღირსო მამაო, გიხავდნენ მამათა დიდო მამაო, სამგზის სანატრელო ღირსოშიო. ღვთის მეცნიერებისა წყალთა თანადანერგულმან ჰოი ღირსოშიო, ნაყოფი მრავალი სათნოებათა მოიმკე და მოძღვრებითა ღირსისა იოანესითა საზომსა სრულსა მამათასა მიიწიე, რამე თუ ეშმაკთა სასტურთა ვითარცა ქსელსა დედაზადლისასა დახსნიდი, ყოველთა სენთა კაცთა და პირუტყვთა და ეშმაკეულთა სიტყვით ჰკურნებდი, ხოლო ესოდენისა მადლისა მიმღებელი თავსა თვისა არად შერაცხვიდი, არც აღარ გულსა შინა შენსა შევიდოდა კვალი ამ პარტავნებისა, ამისთვის სიმდაბლით შენსა შემამკობელსა ვადიდებდ ღმერთსა, ალილუია. ყოლად წმინდისა ღვთისმშობელისა მიერ მოიწია ბრძანება იზეგარდამო მამისა იოანესა, რაითა გამოირჩინეს 12 მოწაფენი ძლიერნი სიტყვითა და საქმითა, სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრისა გზისა წარსამართებლად და ქართველთა განსამტკიცებლად, ხოლო ძმათა მათ ბრძანებითა იოანესითა დაუცხრომელი ლოცვა იყვეს ღვთისა მიმართ, ხოლო წმინდასა ტრაპეზსა მდებარესა სახელსა, ქარტსაზე და წერილსა, ანგელოზისაგან თითო სახეთ მიიღებდა ღირსი იოანე ხელსათვისა და ადიდებდა განცხადებასა ღვთისასა, ხოლო ნეტარსამაშიოს რჩეულსა შორის 12-თასა ვაქებთ. გიხარდნენ ყოლად წმინდისა ღვთისმშობელისა მიერ მოწოდებულო, გიხარდნენ საიდუმლოთა ღმრთისათა გამცხადებელო, გიხარდნენ ანგელოზისა მიერ დამტკიცებულო, გიხარდნენ ზეცით მოვლენილისა ბრძანებისა მორჩილებით აღმასრულებელო, გიხავდნენ რამე თუ დაიწერა სახელი შენი წიგნსა შინა ცხოვრებისასა, გიხავდნენ მოციქულთა მსახურებასა შინა გამურჩეულო, გიხავდნენ ქართველთა ახალნერგის ეკლესიისაგან მომტკიცებელო, გიხავდნენ ივერიის განმანათლებელთა თანამოსაგრეო, გიხავდნენ მამათა დიდო მამაო, სამგზის სანტრელო ღირსოშიო. რაჟამს მოიწია წმინდა მან იოანე მოწაფით ურთთვისით ქვეყანასა ქართველთასა და შეემთხვია წმინდასა ევდემეოზ კათოლიკოსსა,
მაშინ სასწაულებრივად აღეხუნეს ბაგენი წმინდისანი, უცხოითა ენითა მეტყველება და მსგავსად მოციქულთასა, მერგასისა ჟამისა საკვირველებისა, ხოლო ძმანი განსწავლულნი მოძღვრისაგანთვის ისა, ამითა ენითა შემკულითა და კურთხეულითა, აქებდნენ უფალსა, ალილუია. უწინარეს შედგომა და სამოციქულოსა მოღვაწებისა, ისწრაფდნენ მამანითა ყვანისცემა და კვართისა საუფლოსა და სვეტისა ცხოველისა, რომელი მას ჟამსა დამოკიდებული იყო ჰაერთაზე და იყო რაიმე დიდად საკვირველ, მრავლითა ცრემლითა უკვე დაალტობდნენ ადგილსამას და შეურდებოდნენ ნაკვალევსა წმინდისა დედისა ჩვენისა ნინოისათა და მადლობდნენ ღმერთსა, რომელმა ესევითარი მადლი მოციქულებისა მიანიჭა უძლურსა ბუნებასა მისსა, რამე თუ ღვაწლითათვისითა უმხნეს იპოვა მამათა, ხოლო ქვეყანისა ანგელოზი დიდი მამაიშიო, ძმათა თანა მრავლითა ღვთივსულიერითა სწავლითა და სენთა კურნებითა განამტკიცებდა მადლიერსა ერსა მგალობელსა. გიხარდნენ სამოციქულოსა ღვაწლისა მოშურნეო, გიხარდნენ ქრისტეს გზის მქადაგებელთა მიმდევარო, გიხარდნენ სიტყვითა და საქმით ერთხმობით მოღვაწეო, გიხარდნენ ერთობასა სარწმუნოებისა სამიმყვანებელო, გიხარდნენ რამე თუ ხარ მდიდარ სულითა, გიხავდნენ რომელი ჰკურნებდი ყოველთა სენთა და უძლურებათა, გიხავდნენ სიტყვათა ცხოვრებისა და კაცთათვის გამცხადებელო, გიხავდნენ ჭურჭელო სულისაწმინდისაო, გიხავდნენ მამათა დიდო მამაო სამგზის სანატრელო ღირსოშიო. რამე თუ სთნდა მამასა იოანეს მთასამას ზედაზენისა მისვლა და მოღვაწებისა მიმთხვევა, იხილეს გზად მიმავალთა რამე თუ აღძრულდა ფიცხელი იყო არაგვი გარდასვლად, მაშინ რქუა წმინდა მან ნეტარსა შიოს, ილოცე მამაო რათა ღმერთმან უვნებლად წიაღ გვიყვანეს იმიერ, ხოლო მორჩილმან მან სულმან ყოლად უთქმელმან, მინდობილმან ბრძანებასა მოძღვრისასა, სამგზის მოიდრიკნა მუხლნი აღმოსავალით და გამოსახვიდა რა ჯვარსა წყალსამაზე დაიტყოდა, მამაი ჩვენი იოანე გიბრძანებს წყალო რათა დაეყენეს სვლისაგან ვიდრე მდის წიაღვიდეთ იმიერ ხმელად, ხოლო მუნ მხილველი დიდი სამი საკვირველებისა, კათოლიკოსი და მეუფენი ერთათანა აქებდნენ უფალსა, ალილუია. დაყუდებისა მოყვარესა და გამოთქმელისა ღვაწლისა მოსურნესა, კურთხევაცა მრჩობლი გაქუნდა ღირსო მამაოშიო, ხოლო ნეტარი იოანე გამოცხადებითა გეტყოდა ვითარმედ, დაყუდებითცა ცხოვრება წარვლოდა მამა იქმნე დიდისა ლავრისა, გარნა მეუფისა კურთხევასა დასამტკიცებლად გეტყოდა, ხოლო გარეშე ზღუდული მამათა ლოცვითა, სარკინეთის ქვაფსაშინა დამკვიდრებული იმარხვიდი 40 დღეთა, ხოლო იხილარა მოწყალემან ღმერთმან გულმოდგინება შენი რამე თუ თვინიერ ყოვლისა ნუგეშინის სემისა მინდობილი ყავს ზრუნვასა მისა, მოგანიჭა ძალი უმეტეს განსრულება და 60 დღეთა ყოვლითურთ უჭმელ და უსმელ დამარხვად, რომლისათვის ვაქებთ შენსა გამოთქმელსა მოღვაწებასა, გიხავდნენ უფლისა სათნო მყოფელო მამაო, გიხარდნენ ლოცვითა და მარხვითა უპირატეს ხორცთასა სულისა მყოფელო, გიხარდნენ რამე თუ განსაცდელთა შინამარადის ძალსახთისა საესევდი, გიხავდნენ რამე თუ არღარა დაშთა ნატყორცნი მისაგან, რომელ არა მოაწია შმაკმან შენზე და გარნა ვერა უძლებდა შერყევად, გიხავდნენ მზაკვართა ოცნებათა გულისიტყვათა და ჩვენებათა სიმდაბლით დამთგუნველო, გიხარდნენ რამე თუ არა შეშინდი მრავალფერთა სახეთა მხეცთა ბოროტისათა, გიხავდნენ ბრძოლასა შინა გრდელმლზე უმტკიცესო, გიხავდნენ რამე თუ უფალი იყო ნათელშენდა და მაცხოვარშენდა და არა გეშინოდა, გიხავდნენ მამისა იოანესა და შენისა მოკვდინებისა, მოკადულისა ბოროტისა, უფალი იესო ქრისტეს სახელით ამაუტებელო, გიხავდნენ მამათა დიდო მამაო სამგზის სანატრელო ღირსოშიო. განპყრობილითა ხელითა თევდი ღამესა ლოცვასა შინაღმთისა მიმართ ღირსო მამაო, რამე თუ ესევდი შეწევნასა ძალისა მისისა ამისთვისსა, სისკრისაოდენ ჟამსა გამოგიბრწყინდა ნათელი მიუთხრობელი, რამე თუ იხილარა დედამან ღმრთისა მან სრული სიყვარული შენი ძისა მიმართვისისა, მოვიდო და ნუგეშინის ცემა და შენ და წმინდისა იოანე ნათლისმცემელისა და ცადმდე აღწევნილთა მწყობრთა ანგელოსთა ზეცისა ძალთათანა და განსამტკიცებლად გიწყალდოებდა ზეციორსა საზრდოსა, მსგავსები თოვლისა გუნდისა, ხოლო ჩვენ მხილველნი ესოდენისა მეურვეობისა ღვთისა და დედისა მისისა ერთგულთა მოღვაწეთა მიმართ, ვაქებთ უფალსა, ალილუია. რომელმან ელია ზარდა უდაბნოს ყორნისა მიეს საზრდოთა,
მანვე მოხედნა დიდი სამოღვაწებასა შენსა დიდო მამაოშიო და ტრედისა მიერ მოგცემდა ნუგეშინი საცემელსა ხორცთასა და მარადის იწროებასა და უღუნოებასა შინამყოფსა განხმელისა კლდისაგანცა წარმოადინებდა სამყოფსა წყაროსა შენთვის ხოლო ინებარა ზეგარდამომან განგებულებამან წარმოჩენა ბრწყინვალისა მის სანთლისა ვინაიდან არცა შესაძლებელი იყო მთასაზე და სათნოებათასა დაფუძნებულისა ქალაქისა ესრეთ უმეცრებასა შინადაფარვა გამოუჩინებდა ტრედსა დიდგვაროვანსა ევაგრეს გამოსრულს ნადირობად იმიერ მტკვრისა რომელიც საზრდოსა მისცემდა მამასა შიოს ხოლო მხედველი იგინეტარისა მოღვაწისა ანგელოზებრივსა სახესა და მადლისა წყაროსა გარდამომავალსა ბაგეთაგან მისთა აღიძროდა საღმრთოითა შურითა მისთანა მოღვაწებისა და დაუცხრომლად ქებისა ღვთისა რომლისათანა ჩვენსა ვიტყვით გიხავდნენ დღისო მამაოშიო ერთგულ მონაო ღვთისაო გიხავდნენ ყოლადწმინდისა დედოფლისა მიერ კურთხეულო გიხავდნენ ახალი აღთქმისა პირველ მოღვაწისა იოანე ნათლისმცემლისა ხილვისა ღირსქმნილო გიხარდნენ ანგელოსთა დასისა მიერ სამწმინდა გალობისა მსმენელო გიხარდნენ გამოუთქმელისა სიხარულისა მიმღებელო გიხარდნენ სამოთხისა კეთილ სურნელებითა დამტკბარო გიხარდნენ ზეგარდამოისა მეურვეობისა მქონეო გიხარდნენ ზეციურისა ჭამადითა გამოზრდილო გიხარდნენ მღვიძარე მოღვაწეო მიურულებელო გიხარდნენ ფსალმუნთა ტკბილად მგალობელო გიხარდნენ სასანთლესაზი და დაყენებულო მნათობო გიხარდნენ მამათა დიდო მამაო სამგზის სანატრელო ღირსოშიო უკუნქცევასა ურჩევდა ღირსი მამაი ევაგრეს და დამარხვად შიშის საღვთისა გონებასათვისა და ესეთ ცხოვრებად რამე თუ ხედვიდა მას ფუფუნებასა შინააღზრდილსა და ელმოდა სულისათვის მისისა ნუ უკვე ვერ მტვირთველ იქნეს სიფიცხისა და უღონობის ამის უდაბნოისა ხოლო ევაგრეს სიტყვას უგებდა ბერსა დაღა თუ დღესვე იყო სიკვდილი ჩემი შენთანა არცა ესრეთ დაგიტეო შენ ღმერთ შემოსილო მამაო არამედ აქა დავადგრე წინაშე შენსა და შენთანა ძვირხილულება და იწროება ყოველივე აღვირჩიო ვიდრეღა უკუნქცევა კვალად სოფლიოთა შვებათა მიმართ და განსვენებათა ამისთვის ჩვენ სამხილველნი ეგევითარისა საღმრთოისა შურისა ვაქებთ უფალსა ალილუია მორჩილებითა სრულით აიქმოდა ევაგრე ბრძანებასა ღირსისა მამისა შიოსი რაითა ღვთივსათნოდ განაგოს საცხოვრებელი თვისი და ესეთ მოიქცეს მისა და თუ უტეოს მდინარე მან და კვალა და გზა უყოს გარდამოსვლად მაშინ ღვთისნების მორჩილ და კურთხეულ იქნება განზრახვა ესე ჰოი დიდებულსა საკვირველთ მოქმედებასა შენსა ნეტაროშიო რამე თუ არა უდარეს იყო სასწაული იგი კვერთხისა მიერ შენისა ვიდრე იქმნა წინასწარმეტყველისა და ღვთისმხილველისა მოსესი რომელმან კვერთხისა ცემითა განიყვანა ისრაელი და ამას ცავიტყვით ქებითა რაჟამს იორდანე განაპო ელისემ ხალენითა ილიასითა მუნ ხალენი იყო შემცველ ხორცთა მათ დიდისა წინასწარმეტყველისათა და მრჩობლ მიმღებელი სულისა რამე თუ იგი სამგზის ცემითა განყოფდა იორდანესა ხოლო აქა კვერთხმან მოღვაწისა ხელთაშინა უსრულისა კაცისათა ორგზის განაპო ერთ გზის შთაყოფითა გარნა მუნცა ღმერთი იქმოდა და აქაცა ამისთვის ესე ვითარსა სასწაულთ მოქმედსა გიგალობ ჩვენ გიხარდნენ ახალო მოსეო რამე თუ ვითარცა მან განიყვანა ისრაელი ეგრეთვე შორს ყავ გონება შენი ყოველთავე ქვეყნიერთა ზრუნვათაგან გიხარდნენ რომელმან ბოროტნი გულისიტყვანი შემაწუხებელნი სულისა შენისანი დაანთქვითარცა მეგვიპტელნი სიღრმეთა შინა მდინარებთა ცრემლთა ნაკადულისათა გიხავდნენ რომელი განხმელისა კვერთხისა მიერ ბრძანებით სხვათა მიერ აღვირასხმიდი ბუნებასა წყალთასა გიხავდნენ რამე თუ ესე ვითართა სასწაულთა მიერ შეგამკო ღმერთმან მსახურითვისი გიხავდნენ რამე თუ მარადის მორჩილ და მინდობილი ყავ ნებასა ღვთისასა გიხავდნენ მოძღვარო კაცთ მოყვარეო რომელი ხსნისათვის კაცთასა დათმობდით კბილსა ყუდროებასა გიხარდნენ რომელი ასწავებდით თუ ვითარ უხმს კაცთა ბრძოლა სულთაზე და არაწმინდათა გიხავდნენ მამათა დიდო მამაო სამგზის სანატრელო ღირსოშიო განცხადნა სახელი ღირსისა შიოსი ევაგრეს ძლითა ყოველ სამას გარემოსოფელსა და იწყეს განმრავლება ძმათა და მონაზონი ქმნებოდეს ხოლო უღონო იყვნეს რამე თუ არა იყო მათ და ეკლესია და ამისთვის ეტყოდეს ნეტარსა შიოს რათა უბრძანოს მათ აღშენება წმინდისა ტაძრისა ხოლო შენ ღირსო მამაო ნებითა ღვთისათა წარუძეხი მათ მთასაზე და ლოცვითა ფრიადითა
და ნაკვერცხლისა დადებითა ნებსა შენსა, გამოსახვიდი მარჯვენით ჯვარსა პატიოსანსა მასზედა და საკმეველსა შესწირავდი ქრისტესა ღმერთსა, საყნოსელად სუნელებისა სულიერისა, შეწირვა და ზეცისა საკურთხეველისასა და ნაცვლად გარდა მოგივლინა უფალმან მადლითა სულითა წმინდითა ნიშანი მსგავსად ძეგლისა, აღსაშენებელად ტაძართა ადგილთა ხოლო ძმანი დაუცხრომლად კირიელეისონსა ღაღადებდნენ ღმრთისა მიმართ ალილუია. მრავლითა ლოცვითა დასცემდი სათხელსა, საძირკველთა დიდოშიო, სადიდებლად წმინდისა სამებისა, ყოლაწმინდისა დედოფლისა და ნათლისმცემლისა ტაძრისა აღსაშენებელთა ადგილთა, ხოლო ევაგრე ძმათა თანა აქებდა ღვთისა განგებულებასა და ძალსა, რომელი მარადის ისმენს მონათათვისა და პირითა ნეტარისა აუწყებდა ძმათა ჭეშმარიტებასა მისსა ამისთვის, გიხარდნენ სულისა ხსნისა მეძიებელთა შემწყნარებელო, გიხავდნენ ერგო კეთილო მრავალნაყოფიერო, გიხარდნენ რომელი მარადის მღვიძარე იყავ ძმათა სულთათვის, გიხარდნენ ურვათა და უღონოებათა შინამყოფთა შემწეო, გიხავდნენ კაცობრიwisa უძლურისა ბუნებისა გამომბრძმედელო, გიხავდნენ ნების საღვთისა მაუწყებელო და საქმეთა მისთა აღმასრულებელო, გიხავდნენ ღვთისა და ზეციერთა მეოხთა შენთა განმადიდებელო, გიხავდნენ სასაკმევლეო სუნელებისა სულიერისაო, გიხავდნენ დაუცხრომლო მოღვაწეო წმინდის ეკლესიისაო, გიხავდნენ მამათა დიდო მამაო სამგზისანტრელო ღირსოშიო. ფრიად უმძიმდამ დაბალსა სულსა შენსა სტუმრობა მეფისა ღირსო მამაო, რამე თუ მიწადა და ნაცრად შრაცხვიდი თავსა თვისა წინაშე მისსა, გარნა ხელმწიფე მხილველი ხატისა შენისა, ზარგან ხდილ იქმნა რამე თუ ხედვიდა შენთან ამადლსა რას მესაშინელსა, ხოლო მყის დამგდები შარავანდისა მეფისა და გამხსნელი თვისისა სარტყელისა, დავარდებოდა ფერხთა ბერისათა ცემლითა კურთხევისა მთხოვნელი, ხოლო ნეტარიშიო აკურთხევდა მასზე ღვთისა ძალითა, წმინდათა მამათა და მეოხებითა დიდთა მეფეთა და აღადგინდა მირონცხებულსა მას და დაადგმინდა გვირგვინისა თვისითა ხელითა მხმობელსა ესეთ ალილუია. ჭეშმარიტად გულნი მეფეთანი ხელთა შინაღვთისათა არიან ეტყოდა ღირსი მამა შიო ფარსმან მეფესა, რომელსა სუროდა შეწევნა და მონასტრისა ამისთვის სიუხვით მიუძღვანებდა მრავალსა შესაწირავსა, დაბათა ოქროსა, ბარძიმ ფეშხუმსა და სახარებასა, ფრიად და შვენიერსა, შემკობილსა, სანატრელისა მეფისა ვახტანგისა და განაჩინებდა საქმეთა ზედამდგომთა, რათა სწრაფით ყო ნახშენება ეკლესიათა. ხოლო რა ჟამს განასრულნეს წმინდა საქმე ესე იხარებდა მეფე და კათოლიკოზი ერითურთ მისით ხელითა წმინდისათა ეგევით არის საწყალობისა მომნიჭებელისა მხმობელნი, გიხარდნენ კეთილმორწმუნეთა მეფეთა გვირგვინისა მცველო, გიხარდნენ საქართველოს პატრიარქთა სასწორ და შესაბედრებელო, გიხავდნენ მონაზონთა დასისა ბრძენო მასწავლელო, გიხავდნენ კეთილმორწმუნე ერთა დიდო მეოხო, გიხავდნენ ყოველთა ღვთისმოყვარეთა გარემოის შენსა შემომკრებელო, გიხავდნენ საღმრთოითა საქმეთა კეთილად წარმართებელო, გიხავდნენ ნებისა ღვთისა კაცთათვის გამცხადებელო, გიხარდნენ თვით უპოვარო გარნა საქორწინესა მოსლითა ზეცით მოსილო, გიხავდნენ ყოვლისა ქვეყნიერისა დიდებისა და პატივისა უარმყოფელო, გიხავდნენ ხუცესისა ხარისხსა განრიდებულო, გიხავდნენ მამათა დიდო მამაო სამგზისანატრელო ღირსოშიო. აღსრულდა კურთხევა ღვთისმშობელისა, რამე თუ უმეტეს 200 იყვნენ ძმანი, რომელნი მკვიდრობდეს გარემოის შენსა ღირსოშიო და აღივსებოდა უდაბნოი იგი სიმრავლითა მათითა, ხოლო ხევისა მხეცნი ავნებდეს მომავალთა კაცთა და სამსახურებელთა პირუტყვთა მათთა. ამისთვის ილოცე ღვთისა მიმართ და მყის შემოკრებეს ყოველნი მხეცნი ნაშიერთა მათთა თანაწინაშე შენსა, თავდადრეკით მსმენელნი ბრძანებისა და მორჩილნი განჩინებისა შენისა, ხოლო ძმანი მხილველნი საპირველისა ამისა, აქებდნენ ღმერთსა ალილუია. ვითარცა კაცთა თანამზრახველი ეტყოდა მხეცთა მათ ნეტარი იგი, ვითარ მედეთ ჩემსა და თქვენსა დამბადებელსა უბრძანებიეს, რათა პირმეტყველთა კაცთა მიერ აღიხსნეს ყოველნი ესე უდაბნონი, ათ წარვედით საყვარელნო ჩემნო და იძიეთ ადგილი რომელსა შინა განისვენოთ და განსვლასა თქვენსა ნუ ვისავნებთ. არამედ ერთი თქვენგანი დაადგერით აქა მაძოვნებელად კარაულთა ძმათასა, რათა ამით უკუ მოუზღოთ რომელთა იგი შეაწუხენით ძმანი და მყის სიტყვასავეთანა ბერისასა განიბრინეს ყოველნიგი მხეცნი, გარნა ერთიოდენ მგელის დგა მოშიშებით ვითარცა მონაწინაშე ნეტარისა, ხოლო ღირსი მამა აკურთხევდა მას სახელითა უფლისათა და დაადგენდა მწყემსა და ძმათა კარაულთაზე და
საზღავრა და მწუხარებისა მისგან მოწევნულისა, ჰოი დიდო მამაოშიო, ხეთთა წინააღმდგომისა ბუნებისა პირველ სამოთხისა მორჩილებად მომყვანებელსა, გიგალობთ ესრეთ. გიხაროდენ მორჩილებითა შენითა თავსა შინათვისა, პირველ მშობლისა ურჩებისა დამხსნელო, გიხავდნენ სიტყვითა შენითა მხეთთა ბუნებისა შემცვალებელო, გიხავდნენ ყოველსა სულსაზე და ერთგვარად მზრუნველო, გიხავდნენ ცხოველთა თანავითარცა კაცთა ლმობიერა და მზრახველო, გიხავდნენ პირმეტყველთა კაცთა მწყემსო კეთილო, გიხავდნენ უდაბნოისა ყვავილო და უჭნობელო, გიხავდნენ ღვთისა კურთხევისა მარადის მოსწრაფებით შემსრულებელო, გიხავდნენ მონასტრისა საძმოსა დიდო ნუგეშო, გიხავდნენ მრავალ მამათა მამადა წოდებულო, გიხავდნენ მამათა დიდო მამაო სამგზის სანატრელო ღირსოშიო. რომელმან სამნი ყრმანი დაიცვა სახნილსა შინა ბაბილონს შემწველიცაგან ცეცხლისა, მანვე უვნებელყო ნაკვერცხალი მოტყინარე ხელსა ღირსისა მამისა შიოსი, რომელი უკმევდა წმინდასა მოძღვარსა თვისა და მამათა, რამე თუ მორჩილიყო ბრძანებასა წინამძღვრისა, ჩვენება და საზომისა, სიდიდისა მისისა, ხოლო ყოველნი მხედველნი ამისა, აქებდნენ უფალსა, ალილუია. ვაქებდე ღვთისმოყვარესა და მორჩილსა, სულსა შენსა, სამგზის სანატრელო მამაოშიო, რომელი დღითი დღე ეშურებოდი შემატება და სხვათა უახლესთა ღვაწლთა სათნოყოფისათვის ღვთისა, ამისთვის ევედრებოდი წმინდასა მოძღვარსა შენსა, რათა გიბრძანოს დაყუდებით ცხოვრება და მირაი ემთხვიე საწადელსა მას განიხარეს სულითა გარნა თვინიერ კათოლიკოსისა კურთხევისა, არასათნოდ ღვთისა გიჩენდა საქმესა მას მამა იგი, რამე თუ მოგახსენებდა მოციქულისა პავლეს სიტყვათა ვითარმედ, დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამე თუ იგინი იღვიძებენ სულისა თქვენისათვის და მიმღებელი მრავლისა სწავლისა და შეგონებისა სულიერისა გამტკიცდებოდა სული შენი რომელსა ვაქებთ. გიხავდნენ უწინარეს შედგომა და ღვაწლისა, სვეტისა ცხოველისა და კვართისა საუფლოისა, ადგილისა ცრემლით დამალტობელო, გიხავდნენ ერთგულო სულო, სიკვდილამდე მორჩილო, გიხავდნენ სულისა ცხონებისათვის დაუცხრომელო მოღვაწეო, გიხავდნენ ღვთივგარბრძნობილო ბრძენო მოძღვარო, გიხავდნენ სწავლითა და სიტყვითა ორკერძოვე სულთა განმანათლებელო, გიხავდნენ მრავლითა სასწაულითა სულთა მორწმუნეთა საგანმამტკიცებელო, გიხავდნენ ნუგეშინის ცემისათვის ძმათა საწყაროს აღმომაცნებელო, გიხავდნენ სნეულთა მკურნალო და გლახაკთა შემწეო, გიხავდნენ უშვილოთათვის შვილიერების მიმნიჭებელო, გიხავდნენ ავაზაკთა სინანულად მომყვანებელო, გიხავდნენ ანგართა და ამპარტავანთა დამამდაბლებელო, გიხავდნენ მწუხარეთა ნუგეშინის მცემელო, გიხავდნენ ბუნების საწესთა ღვთისადებლად შემცვალებელო, გიხავდნენ კაცოღმთისაო, გიხავდნენ მამათა დიდო მამაო სამგზის სანატრელო ღირსოშიო. სულთ ითქუმი და წმინდა მამათმა თავარი შენსა განზრახვასა ღირსოშიო, რომელსა სიყვარულისათვის ღვთისა გეწადა მღვიმესა შინა უკუნსა დამკვიდრება, ხოლო კათოლიკოზი მიმხედველი შენ და ცრემლით გეტყოდა ესრეთ, ვიდოდე მამაო, ვიდოდე კეთილსამას და იწროსა გზასა ცხოვრებისა მიმყვანებელსა საუკუნოდ, რომელსა ზედა მცირედ ნივლენან და მრავალს ეგევითარსა სწავლასა ღვთივსულიერსა, უთქმიდა ნეტარსა მას სამძიმოსა გზასა შემდგარსა, სადიდებლად ღვთისა, ალილუია. განკვირვებულ იყვნენ მონასტრისა ძმანი შენსა მოღვაწებასა მღვიმესა შინავითარცა უხორცოისა მსახურისა და ფრიად იურვოდეს, რამე თუ არასა და ვის ესმა, რამე თუ კაცმან ცოცხლი ჰყნა თავისთვის იშთაგდებულ ჯოჯოხეთად, ხოლო შენ ღირსო მამაო დაადგენდი ევაგრეს მონასტრისა წინამძღვრად და მრავლითა ღვთივსულიერითა სწავლითა განამტკიცებდი ძმათა და ეგევითარსა ფიცხელსა მოღვაწებასა და საწუთროსა ამაშინა ცხოვრებისათვის ისაგანმლეველმან, დაიმკვიდრეს საუკუნოი განსასვენებელი მერმისამის ნეტარისა ცხოვრებისა, ხოლო საღმთოსა მას მარგალიტსა, აგარაკსა შინა დამარხულსა და ღვთისაგან გამწყინებულსა, გაქებთ ესრეთ. გიხავდნენ ლამპარო დაუშეტელო წვდიადისა განმანათლებელო, გიხავდნენ ყოვლისა სოფლისა სიკეთეთა მზღვეველო, გარნა სულისათვისისა შემძინებელო, გიხავდნენ სამოთხისა ყვავილო მღვიმესა შინა დანერგილო და აყვავებულო, გიხავდნენ თავისათვისისა უპატიოდო მყოფელო და აწიაღსა შინა ღვთისასა პატივდებულო, გიხავდნენ თვალო პატიოსანო მღვიმესა შინა დაცულო, გიხავდნენ რომელი დაეთესე თესლი კეთილი და აღორძინდი და იქმენ დიდ ვიდრემდის, მრავალნი სულნი განისწავლენ მოძღვრებასა ქვეშეშენსა, გიხავდნენ ღვიმეთაგან ქვეყანისათა ზეცათა შინა აღსრულო, გიხავდნენ ცხონებითა შენითა ჩვენისა ცხოვრებისა ნუგეშინის მცემელო, გიხავდნენ მრავლითა სწავლითა შენითა ძმათა განმამტკიცებელო,
გიიხავდნენ ყოველთა სოფლიოთა ზრუნვათა დამტევებელო, გიიხავდნენ რომელმან სულითვისი შეჰვედრე უფალსა, გიიხავდნენ მამათა დიდო მამაო, სამგზის სანატრელო ღირსოშიო. ჰოი ღირსო მამაო დიდოშიო, ვაქებდე ღვთივსათნო მოღვაწეებასა და ყუდროსა განსასვენებელსა შენსა, სადა თვით ყოლაწმინდამან ღვთისმშობელმან მოხედვახო ადგილის სამის და ქმნა უდაბნოი ესე კიბედე ქვეყანით ზეცად აღმოყვანებელად. აწ ჩვენსაცა სულ თქმათა და უძრულებათა მოხედენ და შეავედრე სულნი ჩვენი კაცთმოყვარესა ღმერთსა, რათა მეოხებითა შენითა მოხედოს სულიერთა და ხორცელთა უძრულებათა ჩვენთა. ვუგალობთ სიმდაბლესა შენსა, თაყვანით ვცებთ საკვირველთა ნაწილთა შენთა, ხოლო ესე ვითარი მეოხისათვის ქართველთა ერისა, ვადიდებთ ღმერთსა, ალილუია. ჰოი ღირსო მამაო დიდოშიო, ვაქებთ ღვთივსათნო მოღვაწეებასა და ყუდროსა განსასვენებელსა შენსა, სადა თვით ყოლაწმინდამან ღვთისმშობელმან მოხედვახო ადგილის სამის და ქმნა უდაბნოი ესე კიბედ ქვეყანით ზეცად აღმოყვანებელად. აწ ჩვენსაცა სულ თქმათა და უძრულებათა მოხედენ და შეავედრე სულნი ჩვენი კაცთმოყვარესა ღმერთსა, რათა მეოხებითა შენითა მოხედოს სულიერთა და ხორციელთა უძრულებათა ჩვენთა. ვუგალობთ სიმდაბლესა შენსა, თაყვანით ვცემთ საკვირველთა ნაწილთა შენთა, ხოლო ესე ვითარი მეოხისათვის ქართველთა ერისა, ვადიდებთ ღმერთსა, ალილუია. ჰოი ღირსო მამაო დიდოშიო, ვაქებთ ღვთივსათნო მოღვაწეებასა და ყუდროსა განსასვენებელსა შენსა, სადა თვით ყოლაწმინდამან ღვთისმშობელმან მოხედვახო ადგილის სამის და ქმნა უდაბნოი ესე კიბედ ქვეყანით ზეცად აღმოყვანებელად. აწა ჩვენსაცა სულ თქმათა და უძრულებათა მოხედენ და შეავედრე სულნი ჩვენი კაცთმოყვარესა ღმერთსა, რათა მეოხებითა შენითა მოხედოს სულიერთა და ხორციელთა უძრულებათა ჩვენთა. ვუგალობთ სიმდაბლესა შენსა, თაყვანით ვცემთ საკვირველთა ნაწილთა შენთა, ხოლო ესე ვითარი მეოხისათვის ქართველთა ერისა, ვადიდებთ ღმერთსა, ალილუია. კეთილმსახურთა მშობელთა ღვთივმონიჭებულო ნაყოფო, სიბერისა მათისა კვერთხად და ეკლესიისა სვეტად გამორჩეულო ღირსოშიო, ღვთივ აღძრულითა სიყვარულითა ჭეშმარიტისა წინამძღვრისა მეძიებელმან მიემთხვია ანტიოქიისა დიდ სამნათობსა იოანეს, ხოლო გულისხმა ყორაწმინდამან სიმაღლე სულისა შენისა, გეტყოდა შვილო ნეტარ ხარ შენ, რამე თუ დიდი ქმენ წინაშე ღვთისა და ნეტარ ვარ, რამე თუ მამა ვიწოდო ეგევითარისა, მამათა მამისა, თუმცაღა განგიტევა მიღება და კურთხევისა, მშობელთაგან უწინარეს შედგომა და ანგელოზებრივი სამსახურებისა, მხილვენი შენისა, ეგევითარისა, საღმრთოისა სიყვარულისა და მორჩილებისა გიგალობთ ესრეთ. გიიხავდნენ მარად ჟამ გამომეძიებელო ჯულსა უფლისაო, გიიხავდნენ ქვეყანაო კეთილო, რომლისაგან აღმოცენდა ნიჭი მრავალი, გიიხავდნენ მადლისა სულისა წმინდისათა წერილთა უცდომელად გულისხმის მყოფელო, გიიხავდნენ მარადის ჯულისა ზრახვითა სასუფევლისაგან არაშორს მყოფელო, გიიხავდნენ უწინარეს ფიცხელისა მარხვისა მშობელთა პატივისმცემისა და მარხველო, გიიხავდნენ რომელს არ შეგწვიდა ალიგი მოტყინარისა სიყვარულისა მონაზვნებისა, გარნა ვერ მიემთხვია საწადილსა უადრეს ჟამისა, გიიხავდნენ ანტიოქიისა კეთილო ნერგო და ასურეთისა შვენიერო ყვავილო, გიიხავდნენ მამათა დიდო მამაო სამგზის სანატრელო ღირსოშიო. მღვიმესაშინა გამწყინებულო ვარსკვლავო ქრისტეს ეკლესიისაო დიდო მამაოშიო, სიყრმისგან შეიყვარეს ჯული უფლისა, რამე თუ საღმრთონი წერილნი გექმნეს შენ უტკბილეს თაფლისა და უმეტეს იქმენ ჰასაკითა სწორთა, რამე თუ ჟულსაშინა ირწყვებოდი და ნაყოფიერ იქმენ ვითარცა ზეთისხილი მსხმო საღვთისასა, ამისთვის ზეგარდამოითა მადლითა გამდიდრებულსა, ქებას აღვავლენ შენ და მე, გიიხავდნენ მამათა დიდო მამაო სამგზის სანატრელო ღირსოშიო. ჰოი დიდო და ღმერთშემოსილო მამაოშიო, ანგელოზებრივითა ცხოვრებითა შენითა უდაბნოსა და კაცთა განმანათლებელო, სიმდაბლისა და მორჩილებისა მასწავლელისა მწყინვალეო სახეო, სასწაულთ მოქმედო და დიდო მეოხო ქართველთა ერისაო, რომელმან სადიდებლა და ღვთისა ბუნებისა წესნი შესცვალენ და შეაყენენ ფიცხელნი მდინარენი, აწ ჩვენზე და ბოროტისაგან აღძრულნი ურიცხვნი განსაცდენლი და აყუდენ, რათა ლოცვითა შენითა გამტკიცებულნი მიიწივნეთ ყუდროსამას განსასვენებელსა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა, ხოლო უმეტეს ყოვლისა გვასწავეს სიმდაბლე, მორჩილება და სიმშვიდე საღმრთოი, რომელ არს უჩინო მყოფელ რისხვისა ღვთისა და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, რომლისა მიერ მოიგების ღმერთი იგის სიყვარულად წოდებული, ამათ თანაწმინდა მყოფელი სულისა მარხვა, რომელი განაგდებს ბილწებასა, ხოლო ლოცვათაშინა ღვთისა მიმართ დაიცევ სიწმინდე გონებისა ჩვენისა და ბოროტთა მიერ გული სიტყვათა აღუძვრელობა,
მოგმადლე ღირსო მამაო მტკიცე და დგომა იმ ცნებათაზე და დათმენა განსაცდელთა საწუთროსა ამას მცირედსა ჟამსა რამე თუ თვინიერ ჭირისა შეუძლებელ არს პოვნად საუკუნოისა მის ცხოვრებისა რომლისა სახე იქმენ თვით შენითა ცხოვრებითა აწ მეოხებითა შენითა მოხედენ ღვთის მოყვარესა ერთსა ჩვენსა განამტკიცე შეეწიე და დაიცვენ მადლითა შენითა უწმინდესი და უნიტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუნაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი შიო საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი მაღალყოლად უსამღვდელოესნი მიტროპოლიტნი მთავარ ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნი დასნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი რათა განათლებულნი ლოცვითა შენითა მარადის ვადიდებდეთ შენგან შეყვარებულსა მამასა და ძესა და წმინდასა სულსა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ღირსარს ჭეშმარიტად თათაგადიდებდა ჩინ ღვთისმშობელო რომელი მარადის სანატრელი ქმენ ყოლად უბიწოდა დედა ღვთისა ჩვენისა უპატიოსნესა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთა ესა სერაფიმთასა განუხრწნად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო იესო ქრისტე ძეო მთისაო ლოცვითა ყოლა წმინდისა დედისა შენისათა ღირსა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩვენთათა და მეოხებითა ღირსისა მამისა დიდისა შემღვიმელისათა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალენ ჩვენ ამინ